18 წლის ცოლზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს. ბათუმელების ინფორმაციით პროკურატურა აღკვეთის სახით პოლიციელის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა გუშინ სასამართლომ ის 20,000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა იოსებ მარგველაშვილმა დატოვა. მინისტრის მოადგილის თქმით, მარგველაშვილის საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა ხარებას მოადგილეს სანქცირებული მირზა გეზევაძეც. ის აქციების დარბევისთვის ჩეხეთისა და ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული. შეერთებულმა შტატებმა კი გეზევაძე გომელაურთან ერთად მაგნიცკის სიაში შეიყვანა. ახალგაზრდების დატვისაღებას კოალიცია ლელო ძლიერმა საქართველომ უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. ნათქვამია პატიმრობაში მყოფი ბადრი ჯაფარიძის წერილში. ჩვენ მზად ვართ შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად, წერს ჯაფარიძე. ლელო ძლიერმა საქართველომ გუშინ ოფიციალურად განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს. რუსთავში პროევროპულ აქციებზე დაკავებული გიორგი მინდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პატიმრისთვის სოლიდარობის გამოსახატად აქციის მონაწილეებმა რუსთავის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და სიმბოლურად მის სახლთან მივიდნენ. მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერებით თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. გიორგი მინდაძე დღეს 22 წლის გახდა. 3 ივლისს მოსამართლე გალუსტაშვილმა მას 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.